მათგან გამოხმაურება არ არის. მარტო რაღაც ზოგად ინფორმაციას კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კანონმდებლობა კიდევ უფრო ძირითადად მთელი საქართველოს მასშტაბით კონტროლის განხორციელება, რაც გამეთანხმებით. გარდა ამისა, ძირითადმა სახელმწიფო სტრუქტურამ, რომელიც სურსათის ეთქო ჩვენი უფლება ხო უნდა უთადგინოთ, თავი რომ დავიცვლებოთ, ამიტომ მათ უნდა ევროპის ფონდმა წარადგინა ანგარიში სურსათის უნებლობის სახელმწიფო რეგულირება 2015 წელს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული საქმიანობის შეფასება. ევროპის ფონდი ყოველწლიურად ახდენს ამ კუთხით სახელმწიფო საქმიანობის შეფასებას. სურსათის უნებლობა არის თემა, რომელიც ყველა ადამიანისთვის არის აქტუალური, უშუალოდ ეხება ჩვენს ჯანმრთელობას და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ სათანადო დონეზე ამოაწესრიგოს ეს საკითხი, აკონტროლოს სურსათის უნებლობა, იმისათვის რომ მომხმარებლები ვიყოთ დაცული. ჩვენი ფონდი აწყობს ანგარიშის მომზადების შემდეგ პრეზენტაციებს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის თელავშიც მოვაწყეთ. ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს პრობლემების თაობაზე, რომელიც არის ამ სფეროში და თავისი წვლილი შეძლებისდაგვარად შეიტანოს მათ მოგვარებაში. იმის გამო, რომ წლების განმავლობაში სურსათის უნებლობის სახელმწიფო რეგულირება სახელმწიფოს მხრიდან ყურადღებას ვერ იმსახურებდა, მთელი რიგი ფუნდამენტური პრობლემების დაგროვდა, რომელთა მოგვარებასაც ალბათ წლები დასჭირდება.